მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებთ სტრიმს თქვენ მიერ რა თქმა უნდა არჩეული გუნდების XG მილენიუმის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა ტრადიციულად საინტერესო თამაში. ტრადიციულად დაგვიანებით შემოვიდა. ტრადიციულად დაგვიანებით უკვე ჩატარდა. და მოიგო XG როგორც ხედავთ და მეორე რაუნდი იწყება უკვე და თითქმის რა თამაშები გავსწრიმეთ. ყველა ძალიან საინტერესო იყო და აქედან გამომდინარე ვიქონიოთ იმედი რომ ესეც ასევე ისეთივე საინტერესო იქნება. ნახოთ ახლა როგორ განვითარდება მოვლენები. აკე ის გასვლას მომზადებენ სამი კაცისგან სული და ორი მეინ შეეცდება შეტევის განხორციელებას. საინტერესო პისტოლეტები მხოლოდ არმორების გარეშე, საბოლოოდ ბომბი დადეს პირველ რაუნდში მგონი. მინუსი კავაისგან, მინუსი კრეიზისგან და 3-5-ზე სიტუაცია გვაქვს, მაგრამ კრეიზის აქვს 3 HP და ფრთხილად მოიყოს, აი ბომბი დაიდო, როგორც აღნიშნეს და პლასტექსას low HP-ც უნდა აღინიშნოს, რა თქმა უნდა და ისინი ფრთხილად ითამაშებენ, დარწმუნებულები ვართ. აი აქ ბლეთფენი შედის, ცდილობს, მოკლას ვინმე და ნაკის -1 ნეიდით, კავაი აკეთებს უკვე -2-ს და 1-3-ზე სიტუაცია გვაქვს, რამე თუ გახდება და ვერაფერს კავაი მოკლა, ის სამი კაცის ირგვლივ იყო, ნაკი სამწუხაროდ და გაათანაბრა მილენიუმმა 1-1 მიდის რაუნდი. კარგი მინუსი იყო კავაისგან თამაშის მატჩის რაუნდის დასაწყისში, შემდგომ უკვე კარგად დაიხია უკან და მოუვარა ზურგში მოთამაშეებს და შორტზე ამოვიდა ზურგში -1 აკეთებს, შემდეგ უკვე მეორე მინუსით გააკეთა და კარგი ისოდა რომ პოზიციებზე იყვნენ, მოგებოდნენ, აქ ფულფიკი აკეთებს -1. კავაიც დოს სმოუკში მინუს დაჭერას, მაგრამ უკვე ეს ვის დაჭერასაც ცდილობდა ის უკვე მოხდა. არმორი, 3 არმორი აქვს და P257 Desert Eagle. მინუსი უკვე ჰოგისგან ბლეთფენზე, ვოლფიგზე ბოდიშით. ბლეთფენის დახმარებით. კავაი ცდილობს გაჩეკოს სიტუაცია 4-4-ზე, 2 UMP, 1 კალაშნიკოვი, 1 M4 აქვს პლასტექსთან კალაშნიკოვი გადაცვალა და კრეიზის M4, მაგრამ უკვე სვორდამ გააკეთა მასზე მინუსი Desert Eagle-ით. ძალიან კარგად თამაშობენ აქ მეინზე, კარგი ინიციატივა გამოიჩინა სვორდვა და ძალიან კარგად გაათამაშეს უკვე აქ. კიდე ერთი მინუსი უკვე კავაიზე, ჰოგისგან პისტოლეტებს იგებენ, უკვე პისტოლ არმორით იგებენ რაუნდს. აქ რატი ერთი კაცი გაატარა პლენზე, მაგრამ მეორე 4 ქონდა HP. აქ პირველი კაცის მოკლაზე შეიძლება მცდელობა გქონოდა, მაგრამ აქ ჰოგისგან კიდე ერთი მინუსი. ჰოგი არის -3 საკეთებს, იგივე მისტერ სპორტი და ნუ მისცა შანსი რა თქმა უნდა რომ მოიგოს რაუნდი თავისმა თიმა, რაც მარტივად გამოვა ჩემი აზრით. პლასტექს არის 1-4 წინააღმდეგ, მართალი 2 კაცი არის. დაბალი HP, მაგრამ ეს არ არის. აი -1 გააკეთა, მაგრამ მოლოტოვი დაუგდეს, ვეღარ გავიდა წინ და ნახოთ ახლა ისევ აქ ცდილობს დაიჭიროს მოწინააღმდეგე, რომელსაც 7 აქვს HP და ეს არის ნაკი, მაგრამ ის ძალიან ფრთხილად თამაშობს, მაგრამ დაინახა პლასტექს ამის, უნდა გაეკეთებინა -1, მაგრამ ნაკის მშვენიერი გასროლა და პირიქით მოხდა ის მოკდა, ნუ 4 კაცის წინააღმდეგ უწევდა თამაში და რა თქმა უნდა კარგად გაათამაშეს პისტოლ არმორი, უკვე XG-ს მოთამაშეებმა. ძალიან მშვიდად, -1 პირველი მართლა ერთი ფრაგი უკვე გაიხსნა მათ წინააღმდეგ, მათ ერთით მათ მოთამაშეზე, ბუსტიდან მოკლა, თუ არ ვსვები რატი. შემდეგ კავაიცდობდა სმოუკში მინუს დაჭერას, მაგრამ არ გამოიჩნდა გამოსწორებული იყო ისე, ადამიანის გამოიჩნდა მოკლა, ახლოს მისული. შემდეგ ჰოგაკეთებს, კარგი მინუსი ჰოგასგან იყო, სამჩნევით და უკვე მიდლ კონტროლი აიღო მილენიუმმა, ძალიან კარგად გათამაშა, ნეიდი ჰოგზე. აგრესიული გადმოსვლა იყო, ფლეში აქ მისტერ სპორტს მოკდა კიდევაც და აქ ნაკმა დაასგვია უკვე თავისი გუნდელი და -1 გააკეთა, გაიცვალა აქ. სორდა ეთდება ის გამაგრებას. რომელსაც ამოვიდა ნაკი. ორ განაწილიდან ერთი კაცი არის ბის გარეთ. კარგი მინუსი, კიდევ შეუძლია ახლა კიდევ ერთი კაცის მოკლა, აი დაინახა მოწინააღმდეგე -3 უკვე ვაითოლკერისგან კარგად ითამაშა და ერთი კაცი დატოვა მოწინააღმდეგე, რომელსაც კლავს უკვე ბლეთფენი და ეს იყო კრეიზი. ნუ მარტო დარჩენილი, რომელსაც შანსი არ ჰქონდა ფაქტობრივად. იმ მშვენივრად -3. ვენტრუმში იყო დარჩენილი, ხო, ჩეკერიდან. ერთ მინუს აკეთებს, შემდეგ უკვე მეორე გააკეთა, რომელიც ვენტრუმში იყო. რადგან სულაც შემოვიდნენ შემდგომ მინ რეგულარულად შემოვიდნენ, არტილერიის გამოიყენებიათ, თუ სწორედ მახსოვს, პირველ კილზე გამოუტოვეთ სამწუხაროდ და რო ძალიან კარგი გაათამაშეთ. ახლა მოუწევთ აქ გლოკი P250, 2 P250 გათამაშება რაუნდის, რაც არის უბრალოდ მე მგონი ეკო გახსნის სულთა ეკვა და ესწრებიან რაღაც მინუსის გაკეთებას და დივაისის შენახვას მაინც. ნუ ამ ცდილობა იქნება პლენტის დადების.
რის საშუალებასაც ჩემი აზრით არ მიცემს XG, იმიტომ რომ ძალიან კარგად თამაშობენ, ზამ 7 და 9-რად. მაგრამ ერთმანეთის გასვლაზე, მართალი მიდლზე პატარა ხარვეზი იყო იმ მომენტში, როცა ცდილობდა გამოსვლას, გოგი უკან და თავისას დაეჯახა, დაიბლოკა და ამის გამო მოხდა. და ბლეთვენი აკეთებს მინუსი და თვითონაც სორი ბლეთვენისგან უკვე ზამ 7-ად თამაშობს ეკო რაუნდის წინააღმდეგ. 20 აქ დარჩენილი. აი დავა უკან სავალუტოს პასის რა თქმა უნდა ნაკი და მეორე თავისთან სორდა აქ უკვე ეიზე თამაშობენ ძალიან შვენიერი შერჩეული პოზიციები რამაც უკვე -4 კაცი გამოიწვია კი ეკოს ინააღმდეგ არაფერი არ უჭერთ ისეთი აქ ბლეთვენი უბრალოდ დაიმალება თვითონ არ უნდა მოხდეს რა თქმა უნდა და 5 კაცი გასაგები აი აქ უკვე ჰოგი აქტიურობს აქ გლოკი იცის რომ გლოკი აქ მოწინააღმდეგე შეიძლება სწორი თაიმინგი ვოლფიკის მხრიდან დაუტოვა low HP მაგრამ Mr. Sport-მა მოკლა მაინც მარტო გლოკი იყო ბოლო მაინც არაფერი არ არის ხო გაარტყა მე მგონი 8 ყოია და დაუთო 30 მაინც ვერ მოკლა და საშინელი არ აღია კბრონის წინააღმდეგ ტაპს რომ გადავხედოთ 5 კალაშნიკოვი იქნება ახლა აი ბლეთვენი ლიდერობს 6 კილით მოყვება მას 5 კილით Mr. Sport-ი და ნაკი 4 კილით White Walker და სორდა 2 კილით ну ესეთი მდგომარეობა იქცის ნულიდან კლუბობა რაც სტუდია გუნდისთვის არ განაკლისს იქნება იმიტომ რატი ნე მაჩებში ძალიან კარგად თამაშობდა და შეთა კავაის -1 კავაი შეიძლება მეორე მინუსი გააკეთოს უკვე უბრალოდ ვერ ხედავს ინფორმაცია მგონი მქონდა რომ კაცი იყო და აი ბლეთვენის მინუსი დროულად შევიდა მაგრამ ახლა კავაი დაიჭერს არა და ვოლფი crazy იჭერენ იქით და ვოლფი გააკეთოს -B-ზე სორდა აქ შეიძლება მიდლზე შანსი არ მიცეს რომ ვენტებში ადვილად შევიდნენ არავინ არ შედის ვენტებში უბრალოდ ყველანი გადავიდნენ მიდლიდან B-ზე ჩაოლებდნენ მოლოტოვი ჰეივენის ხარეს აქ 2-4-ზე არიან დარჩენილები რა თქმა უნდა სეივნაც ადონ ნაკი არის UMP-ი თავად შეიძლება რამდენიმე კილის აღებას ეკონომიკის მხრივ და შემდგომ უკვე იარაღი შენახოს მომდენს რომელიც დააკარგინებს კალაშნიკოვს და აი მეცადა კიდევაც სორდა როგორც ხედავთ მაგრამ crazy მოკლა ის და მარტო არის ახლა ნაკი დარჩენილი 4 კაცის წინააღმდეგ და ნუ crazy-ს აქვს 5 HP რაც აღნიშნეთ და აქ უკვე -1 აკეთებს ნაკი Wolfix კლაუს და შეუძლია მეორე კაცის მოკლა 5 ქონდა crazy HP -3 მაგრამ პლასტიკს აღარ პატიობს უკვე და 10 HP დაუტოვა ნაკმა და სამწუხაროდ არ გაუმართლა მცირედით ნამდვილად აქ უკვე ჰოგი თამაშობს სნაიპერით საინტერესო იქნება ძალიან რა პოზიციას აიღებს მგონი მიდლს აიღებს ისევ გაჩნია რა რესპაუნზე არის შეიძლება აგრესულად ბიგაპ იყოს ან ეიმენი მაგრამ ეიმენი ნაკლებად მეეჭვება იმიტომ რომ გი არის აი არა მიდლზე ნაცარდება აქ ბუსტის მოხსნას ეცდება ის რომელიც დაპირებს ამ მოძრომას და აი დაინახა და კარგი გასროლა ბრავო კარგად სწორად შეამჩნია და სწრაფი რეაქციაც უნდა აღინიშნოს იმიტომ მე რამდენი რაუნდია კავაი უბრალოდ ბუსტ რაუნდის დასაწყისშივე სწრაფი ამოდის და ხომ ეს გათვალა უბრალოდ გამოიწნა ისევ და ბეცზე ცადა მაინც შეიძლება კიდე ერთხელ ამოსვანო და რამაც გამართლა აშკარად 5-4-ზე არიან დარჩენილები მილენიუმის მოთამაშეები XG-ის წინააღმდეგ აქ ისე მიზე ეცდება ორი კაცი რამე აქტიურობას და ვინმეს დაჭერას მაგრამ ეჭვება რამე გამოვიდეთ იმიტომ ძალიან კარგ პოზიციებზე გადავიდნენ ყველანი უკვე აი ვოლფიქის ცოტა დარჩა მას გაქცევას აპირებს და პლასტიკს ამ კარგი ნეიდი ვოლფიქის მინუსი და უკვე 3-5-ზე სიტუაცია 3-4-ზე სიტუაცია უკვე კასთან შედის კარგი მინუსი ვაიტოლკერის -1 -2 და ნუ უკვე crazy-მ დააზღვრია თავისი გუნდელი და მინუს აკეთებს აქ სორდას თავის მინუს და 2-1-ზე დარჩნენ ნუ XG-ის მოთამაშეები და აი აგასროლა crazy-ს და -1 შეუძლია შემოტრიალ და კარგად მოასწრო რეაქცია მაგრამ საბოლოო ჯამში აჯობა ნაკმა და მოიგო რაუნდი 5-2 გვაქვს XG იგებს ჯერჯერობით ეკო რაუნდში თამაშებენ ისევ მილენიუმის მოთამაშეები კარგად ძალიან მოთამაშეები უბრალოდ ცოტათი არ გავამართლებს ამ ბლეთმენს პრეის დროს დაუტოვა 10 HP მას ერთმა მილენიუმის მოთამაშე და შემდგომ პლასტიკსთან დროულად მიაწვდა ნეიდი და აი აქ ბლეთმენი დაინახავს ზურგში აღმოჩნდა 3 კაცის წინააღმდეგ მაგრამ შემოუწიალდნენ -1 აკეთებს ბლეთმენისგან ახლა უნდა აღნიშნო იმიტომ რომ
მეტი მინუსი გაკეთება შეუდა აი კავაის მინუსი უკვე -2 უკვე და -3 შეეძლო, მაგრამ არა. ნაკი 2 მინუსით გამოირჩევა უკვე თავის გუნდში. ეკო რაუნდის წინააღმდეგ ისევ კარგად ათამაშებენ. Wolfix აქ პეროს 50 და armor-ით და რატის აქ. აი გამოვა უკვე მოწინააღმდეგე კიდევ ერთი კარგი გასროლა ნაკის მხრიდან -3 Wolfix-იც გამოდის. ნახოთ Wolfix თუ მოკლავს აქ უკვე და არა არ გამომართლა Wolfix-მა მოკლა. კარგად თამაშობს. აქ Wolfix აქ შანსი ამ რაუნდის მოგების აქ მას და 25 HP მართალე მინიმალური შანსია, მაგრამ AWP-ის პლუსები რო ვთქვა, ტყვიაში კლავს და დასწრებაზე იქნება ყველაფერი. White Walker-ს აქ ძალიან კარგი პოზიცია აქ. შანსი რო Wolfix უბრალოდ იყვას ზურგში და რასაც ვიზახდი. რაც აღნიშნებ. ჩემს ჩახტომის დროს უნდა გაეჩეკა Wolfix მაინც, ჯობ და გაეჩეკა. იფიქრა ეთქობა რომ პოზიციები ცოტა მოშორებით იდგებოდნენ პასიურად და არა უნდა იღე და ხოციეს. 6-2 Millennium-ი აგებს T-sides. სამწუხაროა. პირველი მაპი და ამ შეგახსენებთ გუშინ ჩატარდა ერთი მატჩი რომელიც დღეს ES Laboratory UFG-ს წინააღმდეგ რომელიც დამთავრდა UFG-ს გამარჯვებით ძალიან დაძაბულ თამაში მირაჟი დამთავრდა ოვერთაიმებით და რომელშიც გაიმარჯვა UFG-მ ძალიან მაგარი თამაში იყო ამბექი გააკეთა ES Laboratory-მა 12-3-დან 12-3-დან მაგრამ ოვერთაიმებში ეკო რაუნდის წინააღმდეგ მარტივი რაუნდი იყო აქ თამაშებმა არ გასჭირებია 12-3-დან დააბრუნეს ეკო რაუნდი ოპოზიცია დააბრუნეს თამაში კამბექი შესანიშნავი თამაში გადავიდა ყველაფერი მე უკვე ოვერთაიმში იმიტომ რომ თითქმის მოგებული თამაში ეს ლაბრედის შემოტრა ბოლს უებჯი ბოლო რამდენიმე რაუნდში მირაში და 15-15 ოვერთაიმში იმარჯვებდა უებჯი შემდგომ გადაიწევა თამაში ფენოში რომელიც ჩვენ გავსტრიმეთ და ძალიან საინტერესო თამაში იყო ძალიან დაძაბული და ძალიან ამაღლებელი კამბექი ვიხილეთ და ნუ იქაც წააგებს და ის რომ დააკეთებს უცეთ გაინახავს მოწინააღმდეგე რატი აკეთებს სორდაზე უკვე აზღვევს Wolfix და გაიცვალა აქ Wolfix და სორდი ლეთვენი ძალიან კარგად ფლანკავს ეხა შეუძლია მეინთან ახლოს მისვლა და -2-ის გაკეთება საუბრობთ მაგრამ თვითონ აკონტროლებენ მას გუნდში ბომბის კაცი აღარ აკონტროლებენ მას იმიტომ ყველანი მიიწია ისკენ ლეთვენი ცოტა თუ იჩქარებს ძალიან კარგი ფლანკი გამოვა მას და ზურგში გააკეთებს ცოტა ორმის მაგრამ არა უკვე აზღვევენ და აი სამი კაცის წინააღმდეგ და მარტივად მოკდა ნუ სწორ დროს გადმორთეს ასე რომ ვთქვათ და ჩემს როლა არ იყო არც თუ ისე კარგი როლა იყო ლეთვენი ეს როლა რაღაცა გამო კრეიზი აკეთებს უკვე მინუს აქ კვადზე ძალიან კარგად პლენტი აიღეს და 4-1-ის წინააღმდეგ აქ 1-1-ში მოკდნენ ყველანი პირველ მომენტში იყო მხოლოდ გასვლა თანაგუნდელი და შემდეგ 1-1-ში კვდებოდნენ უბრალოდ თითო კაცი შეაკვდა მოწინააღმდეგეს რაც არ არის გამართლებადი არც ერთ თამაში აქ შეამჩნია ერთ პლასტექსა უკვე White Walker-მა და უნდა მოკლას მაგრამ არ თავში არ ტყავს კედლიდან და უკვე პლასტექს აღარ პატიობს ანუ არ გამომართა ძალიან ცოტათი თორე ჩემს და ტაფლინა ის როლა უბრალოდ და всё აი უკვე დავიხარ პლასტექს კითხვაც ლოგიკური მაგ და ნახოთ ახლა ერთი AWP Mr. Sport-ის ხელში და ერთი AWP პლასტექსის ხელში მოწინააღმდეგე ანუ Millennium-ის გუნდში ნახოთ Millennium-ი ამ ჯერად რაც შემოქვავდეს გაიშლებენ ისევ აქ ბუსტი იქნება white box-ის მოსაკლავად City-დან ძალიან საინტერესო აქ T-დან შეიძლება Fogma შეამჩნია ცოტა მარცხნივ გაიწევა მაგრამ უპირატესობა აქ შეამჩნია Fogma და მინუსი მისგან ძალიან კარგად ითამაშა აქ პლასტექსას ჰქონდა უპირატესობა ჩემი აზრით პირიქით იმიტომ ის პოზიცია ცოტა ამ white box-ის მოსაკლავად იყო მაგრამ Fogma კარგი მოძრავით უბრალოდ ჩეკით შეამჩნია ჯერ თავის მოწინააღმდეგეს შემდგომ უკვე პრიაიმით ძალიან კარგად გაარტყა მას აქ კავაი ეცდება ბუსტიდან მინუსის გაკეთებას ჰოგი შეამჩნია მან ის როლა მაგრამ არაფერი არ გამოვიდა ჰოგი გადაიწევა პასიურად A-ის მხარეს და ნენად დაიწყოს white box-ის გაჩეკვას ძალიან მშვიდად წყნარად ათამაშებენ XG-ის მოთამაშეები რაუნდს არ ჩქარობენ კავაის მოლოტოვი ვენტების მხარეს ისე გასვლა იქნება კარგი მინუსი ბლეთვენისგან უკვე თავის UMP-ი სულის მას რატი 4-3-ზე სიტუაცია რატისა აქ გალილი ნახტრაზეთ შემოგთავაზეს ჰოგი არის full flash-ი რატი უკვე მიიწია ახლოს white box-ის უკან დგას ვის რომელსაც უდგას ჰოგი გვერდზე მას ჰეჩაკავს ჰოგა ნახოთ შეიძლება რატი გამოჩნდეს ჰარტის ინფორმაცია მას აქ იმიტომ რომ flash-ის შემდეგ ვიცით სავარაუდო შეჭდა აცილა პირველი ტყვე და რატის გასვლა ძალიან ცუდი მისია ხო ჰოგისგან კი ნუ აშკარად ჩეკავდა და რატომ მოხდა ესე არ ვიცი აქ ნაკის აკეთებს თავის მინუსს სორდა და გამოდის და აკეთებს 2 მინუს ძალიან კარგად კარგი პოზიციები ჯებისგან ნაკს მოაქვს AWP თავის თანაგუნდელისთვის სორდა მოწამოიღო AWP ისევ ეკო რაუნდი ამ პისტოლეტებს გაათამაშენ საერთოდ armor-თან ერთად
არა მხოლოდ ორი დეზერტ იგლია და ერთი ტეკნაინი 251 ორი დეზერტ იგლი კავაის და კრეიზის ხელში არმორებით ეს შემოთავაზებენ აქ white walker-ი აკეთებს მინუს თუ არ ვთქვი white walker-ი არის წუკი რომელიც რა უნივერსალის როლს ასრულებს თავის გუნდში და აი მაგრამ ვერ გაასწრო უბრალოდ ტექნაინია მოწინააღმდეგეს და რატი აკეთებს ბლეთფენზე მინუს ძალიან კარგად აქ ბლეთფენმა გაატარა ერთი კაცი მას გადაიტანა ყურადღება მაგრამ ის ვეღარ გათვალა რომ იმ ერთ კაცს მოყვებოდა კიდე 3 მაინც ცოტა უზურგში და ბოლომდე მიეშვა აი მის სპორტის ძალიან დროული რეაქცია და სწორი გასროლი ზურგში ის რის პასტექსი უკვე სიტიზი არის მას ინფორმაცია შეუძლია მეორე კაცის მოკლათ მაგრამ ააცილა ტყვია და ნუ სორდა მარტივად გაუსწორდა მას იგივე ნაირი გასროლა წინა რაუნდში მოვიდა კი ცოტა მარტივი იყო ჩემი ეს თაქ თამაში მაგრამ არ გაუმართლა ააცილა და რაუნდით დათმეს ამის გამო მაგრამ მაინც უნდა აღნიშნოს სორდა 3 ანგარიში XG იგებს მილენიუმის წინააღმდეგ პირველ მაპს ტრადიციულად მაპი იწყება რომელიმე გუნდის დომინირებით, კი. ნუ რამდენიმე თამაში იყო, რომელშიც ეგეთი ის არ ყოფილა. იტალია, რა. შეათამაზო, თავზე შეაჩერე ეგეთი რაღაცა დავლენები, იგივე მილენიუმის წინააღმდეგ. მაგრამ ისინი ტი-საიდიდან იწყებენ ამ დომინირებას. ძალიან აგრესიულ თამაშს. კარგი მოლოტოვი აქეთ კაცი დაიწყო, მეორე იწვის, ჩამოხდება აქ ვოლფკი, რა თქმა უნდა. რატის აქ ინფორმაცია რომ ერთი კაცია სენდბექსზე, მეორე იქნება white box-ი და აი white box-ის კაცი მას კლავს უბრალოდ რატიმა, რატო არ გაჩეკავ? იკვირს ეს პოზიცია, პლასტექსი აკეთებს უკვე მისტერ სპორტზე მინუს. აქ ბლეთფენის საინტერესო ფლეში, რომელიც მე მგონი არ იზამს სასწაულს, ისეც პატარაზე შეაჩერა კავაი, რომელიც იყო ანდერბუსტის ქვეშ და ბლეთფენი ძალიან კარგად გას, არ ვოლფი იყო ბოდიში. აქ მინუსი სპორტის და პლასტექსზე და სიტუაცია აქ 5 აქ HP მარტივად გაუსწორდება ვოლფიკი გავა მოწინააღმდეგეს მხარეს და უკვე სორდი კლაუს მას სორდა უფრო სწორად და 3-2-ზე არიან დარჩენილები კრეიზის აქ low HP სორდის კარგი მომწრობა და მოკლავს აქ აი ტაიმინგი მაგრამ 9 HP აქ და საუბრობთ უკან დაიხევს არ შეეწირება იმიტომ რომ არ მიწევს ელემენტარულ უპირატესობას მინიმალურ უპირატესობასაც მოწინააღმდეგეს აქ წუკი დგას ძალიან კარგ პოზიციაზე კავი მას გაჩეკავს თუ გაჩეკავს შეუძლია რაუნდის წამოღება იმიტომ სორც აქვს 9. ნახოთ როგორ მოხდება, მაგრამ წუკი არ აქტიურობს ახლა. კავაის მოძრაობაზე ახლა დაიჭერს ზურგში დაიჭერს. კი და არ ელოდებოდა აქ კავაი ახლა მოწინააღმდეგეს, იმიტომ რომ წუკი ერთი მოძრაობაც კი არ გააკეთა, ზედმეტი იყო 7-დან წყნარ დელოდებოდა მოწინააღმდეგეს. თამაში ჩავია მას, მაგალითად, როცა იყო ეს ლაფში მე ხვდე კაცად დამატებული ერთ-ერთ ტურნირზე. იქა ძალიან წყნარად 7-დან ბის იცავდა. იქ უბრალოდ ინფორმაციაზე თამაშობდა. კი. შემდგომ შემოდიოდა და აი ისეთი გზნობა რჩებოდა B მართლაც კარიერი იყო არავინ არ იყო იქ და უფრო წოკი გამოდიოდა ყოფის უკიდან ზუსტად იგივე ანალოგიური იყო ეხლაც აქ აი აგრესიული ეს სწრაფად უბრალოდ არმორით და რამდენიმე ფეში აქვს აქ აკეთებენ უკვე მინუსებს ძალიან კარგად სორდიდან ანტი კიდე ერთი პლეთფენი ჰოგი ეხმარება მათ უკვე ავეპეთი სორდამი დამინუს და მე შემდგომ კარგად გაცვალეს და მიუხედავად იმისა რომ უამრავი მატჩი ვნახეთ სადაც ეკო რაუნდმა მოიგო ესეთ ეკო რაუნდს არ მოუგი არც ერთხელ პირდაპირ ვიტყვი იმიტომ რომ ეკო რაუნდს ათამაშებდნენ ან ფორსაც რომელიც იყო დეზერტ იგლით 250 ან 5-7 ძალიან წყნარად 7-დან წელავდნენ მაქსიმალურად ეხგილოდებოდნენ მოწინააღმდეგეს ეკო რაუნდს გათამაშება ხოდი შეხვდება კარგად თუ მოწინააღმდეგე უშევს შეცდომას თუ მოწინააღმდეგე შეცდომა არ დაუშვა აზრი არა არნაირი მომენტი არ გასაგებია. მომენტს არ გიმაზრე, იმიტომ რომ შედიხარ. აქ ვოლფიკი აკეთებს უკვე მისტერ სპორტზე მინუს მიდლზე. კიდევ ერთი მინუსი სორდაზე უკვე კრეიზისგან სორდამ. გამოიჩინა ინიციატივა ეგონ რომ ვინმე მოკლავდა აქ მეინზე, მაგრამ არ გამოვიდა უბრალოდ კარგად დახვდნენ მას. აქ ინფორმაცია არ იყო. ორი ლოუს წინააღმდეგ მოუწევს თამაში ბლეთფენ აკეთებს მინუს და არ ნახს უბრალოდ წითელი კაცი შემოდის და ყოები უმთავრდება მას იარაღში აი ძალიან სამწუხაროდ კარგი მინუსი ბლეთფენს გქონდა კარგად შემოუტრია და უკან შორტზე 2-1-ზე მაგრამ კრეიზი გაისროლა ეხლა კრეიზი გაისროლა კარგად ერთი ტაპით არ და რეალური შანსი იყო ეხლა ბლეთფენს გქონდა -3 უკვე რაუნდში და ლოუზე იყო პლუს კრეიზი დარჩენილი და ანუ რეალური შანსი იყო რომ კლაჩ გავკეთებდა მაგრამ სამწუხაროდ საბედნიეროდ გაისროლა ძალიან კარგად XG იგებს მილენიუმის წინააღმდეგ ბლეთფენი არის 15 კილით გუნდის ლიდერი ამ მომენტში სორდას აქვს 13 კილი 14 კილი აქვს ნაქს წუკის აქვს 12 და ჰოგს აქვს 10 კილით არიან კრეიზ და კავაი გუნდ მილენიუმის ხარეს პასტექს აქვს 9 ვოლფიქს 7 და რატის აქვს 5 Good well for you გუნდის ხარეს
დაიწერა. აუ მილენიუმისთვის როგორი good health იყო ჩემთვის არ ვიცი. ნუ ჩემი ეს არ იყო დიდად, იმიტომ რომ რა თქმა უნდა 11 წუთი წაგებენ. რაუნდი ჩემი აჩუქეს, მე მგონი უფრო ისე გამოდის, იმიტომ ძალიან ის შეაყვნენ არანაირი გასვლებით. აი ძალიან ისეთ თამაში მინდა. არა კონტროლებდნენ მატჩს. ბევრი ეკო რაუნდი მოუწია ჩემს და ამის ბრალი იყო. კი. თავიანთ ხელში არ ყვა, იმიტომ უბრალოდ რომელი რაუნდს უნდა მოეკოთ, იმ რაუნდს შუქნიდნენ. აკუტებოდნენ რაღაც მომენტებში, უაზროდ ჩემი აზრით ძალიან გაუმართლებელი მოქმედება იყო მან. შევხედოთ აქ რა მოხდება. რას შეცვლიან იქნებ აგრესიული თამაში, ხო? ანუ სიტა მილენიუმი რას იზამ, შეიძლება მილენიუმიც იგივენად დადგეს ძალიან კარგად და აიღოს მათ თვითონაც 11 რაუნდი ვიხილოთ ჩვენ ოვერთაიმები. ძალიან საინტერესო იქნება. რა თქმა უნდა, აღარაფერი აღარ გვიკვირს ისეთი კამბექები ვიხილეთ, რომ ნუ კომენტარს გაკეთება შეუძლებელია და მილენიუმი არ არის ის გუნდი, რომელსაც არ შეუძლია შემოგთავაზოს ანალოგიური კამბექი, ასე რომ ვთქვა და გადავხედოთ ახლა ვინ ლიდერობს გუნდს კიდევ ერთხელ. ახსენე უკვე 15 კილით ბლეცვენი და 10 კილი კრეიზის და კავაის. ხო. ნახოთ ახლა თუ შეიცვლება რამე მილენიუმის აგრესიულმა თამაშმა მეტნაკლებად შედეგი არ გამოიღო და ახლა სიტის მხრიდან მით უმეტეს ჩემს არ გამოიღებს შედეგს და უფრო მშვიდად და წყნარად უნდა ითამაშოს, რასაც XG კარგად აკეთებს, ელოდება მოწინააღმდეგის შეცდომას. დაიწყო მეორე ჰელფი, ნახოთ ახლა რა შემოგთავაზებს უკვე XG ტერორისტების საიტიდან პისტოლ რაუნდზე და როგორ დადგება მილენიუმი. მილენიუმი იღებს ორი კაცით მიდლს, ერთი სავარაუდოდ ჰაივეის დადგება. დიახ, შორტის ხარეს და ეიზე დასახმარებლად ავენ ხოლმე. კი, უბრალოდ ჩეკავენ, ჩეკზე ითამაშებენ. აქ. ძალიან საინტერესოა. ორი კაცი არის ბიზე, ერთი უკვე ვენტების ჩეკერში და ერთი ჰედშოტი თამაშობს სიტიდან. მაგრამ გასვლა იქნება ეიზე. უკვე ერთი კაცი არის შიგნით აგრესიულად მეინში შესული. და კარგი ინიციატივა იქნება იქ უკვე მეინიდან მოთამაშე კაცს. შეინტერესო რა მოხდება. წუკი დგას კარეთთან ელოდება უბრალოდ ინფორმაციაზე ითამაშებს. რატი დგას აქ თავის გარდიანით. ნახოთ, საინტერესო აქ რატის მინუსები იქნება ძალიან საჭირო, იმიტომ მაინც წინააღმდეგ გამოს 3 მოწინააღმდეგე. და აი გამოდის კიდევაც პირველივე და რატის გოლს ახლა მოკლათ, მაგრამ გამოვიდა პირველი კილი, ერთი ქონდა HP და უკვე ბლეთვენი დაიწყო რატიმ სროლა, მაგრამ პლასტექს აწევს ის შეცდომას, როგორც ჩანს, შეესწება პლასტექს აიჩი მისგაქცევას და გადაწენა მოუწია და ორი კაცი low HP-ზე ახლა დარჩენილი. ერთს აქ 6, მეორეს 4. ძალიან დაძაბული მომენტი არის XG-ისთვის ახლა. კარგად თუ შემოვლენ, ერთად და ასე ხდება, კარგი შემოსვლა უკვე 6 HP-ზე დარჩენილი მისტრესპორტი არის. დარჩენილი და აი Crazy-ს აკეთებს თავის მინუს. Crazy-მ საბოლოო ჯამში რაუნდში -2 გააკეთა. რატისგან ერთი მინუსი მაინც ვიხილეთ, შემდგომ მეორე კაც დააკლო. საკმაოდ კარგად და პლასტექს აკლებს მე კიდე ერთ კაც და უბრალოდ ვერავის ვერ კლავს სამწუხაროდ. ხო, ორი low ქონდა მოწინააღმდეგეს, მაგრამ არ გაუმართლა და ვერ მოკლა ერთ-ერთი. და აი მოიგო პირველი რაუნდი. ძალიან კარგი მინუსის გაკეთება პირველ კაცზე უბრალოდ პირველი ეტაპი რო წასულიყო. მეგონი ძალიან კარგი სანახაობა შემოგთავაზეთ და 3 ეტაპი 3 კილი USP-გან ეს USP-ი ეს ძალიან სასიამოვნოა განახილეს მომენტ ძალიან მოსწონი USP-ი განახლებული მაგრამ მინუსებს განახილეს ჰედშოტ ძალიან მაგრამ და აი დიდი ალბათობით ვიხილავთ ახლა მის სპორტის მინუსიც იყო. მარტო ჩემს გაუმართლებელია არ შეიძლება ერთ კაცი შეჭება შეწირეს ისე გამოდის. და აი შეჭირვა იყო თუ რა იყო არ ვიცი გუნდს რატო უნდა მიცე ეგეთი რამე არა ვოლფიც გამოყვა მაგრამ კაცი არის პროფილი რომელიც ძვია და მოკლავს აქ 1 მინუსი რატის გაგო შემოუტრა და წუკი კარგათაა ზღვის თავის თანაგუნდელი და 2-2-ზე სიტუაცია წუკის აქ ფამასი არმორების გარეშე არიან აქ 3 ფლეში 3 არის ამ რაუნდში ძალიან კარგი ფლეში აქვს ეხლა 3 ფლეში აქვს რომელიც გამოყენების შემთხვევაში ძალიან კარგად შეუძლია დროის მოგება იმედი ამ ფლეშებს გამოიყენებენ და ითამაშებენ სწორედ ბლეთვენ იმალება აქ ავაი გადის მისინამდე დაინახეს პატარაზე ქონდა გამოყოფილი თავი და წუკიზე ახლა დამოკიდებული გრაუნდის ბედი. ყველაფერი კლავს -1 -4 შეიძლება და არასწორი ჩეკი უბრალოდ არ გაუმართლა. აქ ჩეკი არ იყო, უბრალოდ გამოვიდა კაცზე. ანუ შეიძლება shoulder pick-ი გაათამაშო, მაგრამ ეთყობა უბრალოდ ემოციები ხარული იყო და გამოვიდა და ყავა უბრალოდ დგას ზევით ელოდებული საიდან გამოვიდა და როცა პირიქით უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით დროის გაყვანაზე უნდა ეთამაშა. უნდა გაიხადა ვალდებული კავაი რომ კავაი შეეტია მისთვის პირიქით დაეფუშა ის
და არა აქეთ მომხდარიყო და პლუს წუკის ფლეშები ქონდა. მას შეიძლება ზევიდან ფლეშის აგდება ჰაერში ან კედლიდან გათამაშება ფლეშის, პოპ ფლეშის. კი, თუ გასვლას აპირებდა შეიძლება გამოიყენებინა ფლეში აბსოლუტურად გეთახმება. იმისი რომ რაღაც გაეკეთებინათ გუნდელებს, წუკი შეიძლება ფლეშები მიეცა ქვადიდან და გაეთამაშებინა ფორკლიფტიდან გაეპიკა თავისთან გუნდის ან დამალულიყო შემდეგ უფრო ლოგიკური იქნებოდა თუ გასვლას აპირებდა ფლეში გამოიყენებინა. მინუსი გააკეთეს კავაი. არა ვოი სტალკერის საოცარი რეაქცია იყო ეხლა აქ და ნუ -1-ს აკეთებს, მაგრამ 18 აქ HP დარჩენილი 4-5-ზე გვაქვს სიტუაცია. მოლოტოვი აქ დია Crazy Steam ლეთვინი გამოდის მის წინააღმდეგ და Klaus Wolf კი აკეთებს double kills და ტოვებს 3-3-ზე მის გუნდს. Mr. Sport-ის -1 და Sword-აც უკვე და ერთი კაცი არის 3-ის წინააღმდეგ დარჩენილი. რამდენად რეალურია არ ვიცი და ნუ არა რეალურიც აღმოჩნდა და მარტივი წამოღებული რაუნდი XG-ს მხრიდან. ეხლა კარგად ითამაშეს ბიჭებმა ძალიან. მაგრამ Wolf-ის -2 უნდა აღინიშნოს, მანაც გამოიჩინა თავი უბრალოდ ვერ მოახერხეს საბოლოო ჯამში მოწინააღმდეგეების თლიანად ამოხოცვა ესე რომ ვთქვას და რაუნდიც წააგეს 12-6-ზე. ეხლა ნუ Millenniums ეკო რაუნდი ნუ აკის მოუქი ვადის ხარეს მოუწია და ნახოთ ეხლა რას შემოგთავაზებენ. ნუ კილების წამოღებას ეცდებიან 5 კალაშნიკოვის წინააღმდეგ თამაშობენ. ბლეთვენი გადის აქ 2 დეზერტიგლი 1 5-სენი არმორებით აქ შანსი აქვს ძალიან კარგი და იკავა ის -ი, მაგრამ აზღვევს ბლეთვენს ნაკი, ანუ გუნდელი და Mr. Sport-ის თავის skills აკეთებს აქ ზურში პლასტექსა, მაგრამ ნაკს აზღვევს Sword-და და 3-1-ზე გვაქვს სიტუაცია. წუკის აქვს 13 HP და Crazy არსად არ ნუ ფრთხილად თამაშობს, მაგრამ აშკარად დრო XG-ს სასარგებლოდ თამაშობს. ეხლა რამე უნდა მოიმოქმედოს აუცილებლად Crazy-მ და რამე უნდა შემოგთავაზოს. აქ ცოტა არასწორი ტაიმინგი იყო, თორე დაინახავდა მოწინააღმდეგეს აუცილებლად. მაგრამ უკან დაიხია. Crazy აქ ელოდება მოწინააღმდეგეს ვინმეს იმის მეტეოროლოგიურ გამოწვევა ზურგში, მას ან გაფუშავს და გააკეთებს მინუს. რომელიც მიცემს მას device. არა, ყველა ტერორისტის საიდან მიდიან ვიკიდან მეინში ძალიან წყნარ შვიდათ არ რისკავენ არაფერს. Crazy შეინახავს თავის და არმორს სამწუხაროდ უნდა გაქცეულიყო შორს, რომ არ დაკლებოდა ეხლა პირველი არმორი და 100 არმორზე რომ დარჩენილი იყოს, სრულიად $350 დახარჯვა მოუწე და იმისთვის რომ შემდეგ ეკიდა head armor-ის ზევიდან. მაგრამ დარჩა ის მანქანასთან, სადაც damage მიიღო და მოუწია ეხლა გათამაშება head armor-ის გარეშე. XG რჩება ისევ 5 კალაშნიკოვს. ტერორისტებს წინააღმდეგ head armor დიდი არანაირი დიდი პრობლემა არაა რეალურად. და კალაშნიკოვი ისე და ასეც ერთ დღეში კლავს თავში. და აი გამოვა ეხლა ბლეთვენის წინააღმდეგ 5 მოწინააღმდეგე კლავს ერთს, უბრალოდ კავაი აზღვევს მას, Sword-ას -2 უკვე და 3-2-ზე გვაქვს სიტუაცია. Sword-ამ შვენივრად ითამაშა ეხლა აქ, ხოლო წუკი გაიცვალა, -1 გააკეთა და ნაკის -1 და აქ უკვე ცდილობდა კავაი მოეკლა მოწინააღმდეგე, მაგრამ არ გამოსცა. ძალიან დიდი დრო აი გაწელა, შეაკლა ერთი მინიმუმ ერთი თანაგუნდელი შეაკლა ამ სიტუაციას. მას შეეძლო მომენტის ჩამტროვა ჩამოსვლა ზურგში სპრეის გაკეთება. იმიტომ რომ ყველანი იყვნენ თითქმის გადართულები, 4 კაცი მინიმუმ იყო გადართული. წინ მოწინააღმდეგეს ვინ წინ ედგათ მათ ვინც ესროდათ და ფოკუს ძალიან კარგად შეძლო -4-ის გაკეთება ან -3-ის ცოტა ზურგში. როცა თუ მეტებში შემოვიდა და დროულად. ნელა თამაშობენ მიდზე სმოუკები გადაყარეთ, მიდ გაღება შეესწებიან, მიდ სპამავენ. და პლასტიქსას გასროლა ეხლა Sword-ას წინააღმდეგ კარგად გაიცვალა ეხლა კარგი რეაქცია ჰქონდა და 4-5-ზე გვაქვს სიტუაცია ეხლა XG-ს არაფერი არ აქვს გასარისკი მით უმეტეს რომ 4-5-ზე არიან დარჩენილები და მაქსიმალურად ცადონ რომ მინუსი არ გაკეთეს და მინიმალურამდე არ ჩამოიწეს მათმა მოგების შანსმა ესე რომ ვთქვათ აქ ეხლა White Stalker-ს ანუ წუკის გადაყრები ვიხილეთ და პლასტექსსაც ცდილობდა აქ მინუსის გაკეთებას რაც არ გამოუვიდა 3-3-ზე დარჩენ ეხლა Mr. Sports აქვს low HP ნაკიც აკეთებს თავის მინუს და უკვე 3-2-ზე არიან მაგრამ რეალური შანსი არსებობს ჩემი აზრით მაგრამ ბლეთვენა არის ზურგიდან კავაის კლავს Crazy აზღვევს თავის მინდელს მაგრამ უკვე არანაირი შედეგი აღარ მოყვება ამას რადგან 2-1-ზე ჰქონდა იყო დარჩენილი და რა თქმა უნდა უშასო წააგო და ერთი რაუნდია შორებს XG-ს რომ მაპი მოიგოს. ნუ
ასე ვთქვათ, შეცვლამ მხარეების შეცვლამ არაფერი შედეგი არ გამოიღო მილენიუმისთვის და ისე უამრავი რაუნდი დათმეს, რაც ეხლა დიდი ალბათობით გამოიწვევს მაპის დაკარგვას, წაგებას უпростоრად, მაგრამ რა თქმა უნდა ბოლომდე ესეთი ამბების შემთხვევაში საკმაოდ სპორტი სპამავდა კედელს და არ გამოვიდა არაფერი. Crazy აკეთებს ძალიან კარგ მინუსერს ბლეთფენზე და 4-5-ზე დარჩნენ. ეხლა შეიძლება რა თქმა უნდა ამ რაუნდის მოგება ნახოთ ეხლა უკან თავის რეალიზებას ზურგში, მაგრამ არ გამოვიდა, უკვე სორდა დაკონტროლებს მას, კარგი საშუალებას და მაგრამ პრობლემა გამოიცალა. და აი სორდას ძალიან კარგი რეალიზაცია ეხლა. ასე რომ ვერ დაიჭირა თავის ჩეზეს სპრეი. ისე ძალიან საშინელი სპრეი აქ ამიერას. პირად მეც ვიყენებ რეალურად და გამოგადგებათ, იმიტომ რომ long range-ს ნორმალურია და ახლოზე ხო საერთოდ -1 უეჭველი განაპირობებული გაქვს ამ შემთხვევაში. და აი გაჩეკა White-Stalker-მა, მაგრამ Crazy მოკლა ის ატის თავის დროული ნეიდი. ნით რამდენი ნაკი არის ორი წინააღმდეგ გაჩენილი. მას ინფორმაცია აქვს ერთ კაცზე, რომელიც თამაშობს City-ს ხარეს. რეალური შანსი აქვს ეხლა მოკლას და არასწორი ტაიმინგი ეხლა არ და რეალურად ქონდა შანსი, რადგან 6 ქონდა რატის დარჩენილი HP. შიგნით City-ზე ქონდა ერთ კონი 6 დარჩენილი. 3 ერთზე იყო თუ 2 ერთზე? არა, 2 ერთზე იყო, მაგრამ მე მგონი რატის ქონდა 6 კი. რატის ქონდა low და უბრალოდ არ გაუმართლა ეხლა აქ ცოტა არასწორი ტაიმინგი იყო და რატი მოახერხა მისი მოკლა არ და მარტივად შეიძლებოდა. აი მე-7 რაუნდზე წავედით ეხლა უკვე მილენიუმის მოგებები თუ დავთვალოთ. აი კარგად გაიჩეკა და დაინახა მოწინააღმდეგე აცილა პირველი ტყვიაც, მეორე ტყვიაც არ და ფლეში იყო ეხლა აქ უკვე ვოლფი კაკეთებს -1-ს და სორდა აზღვევს თავის გუნდს და 2-4-ზე გვაქვს სიტუაცია და შეიძლება მეორე ზედიზედ მოგებული რაუნდი ვიხილოთ. აქ წუკი ფრთხილად თამაშობს, მაგრამ ალბათ საბოლოოდ გავა მაინც და პაუზა მოითხოვეს. თუ არ ვწდები? აი აქ კარები იცხრილება, მაგრამ არ ხვდება არც ერთს, რა თქმა უნდა. ასეთ მოწინააღმდეგეს ტყვიები ანალოგიურს აკეთებს. წუკიც ეხლა გავა ბლეთფენის მინუსი 4-ია KHP დარჩენილი White-Walker-ი ეხმარება მას 2-2-ზე გვაქვს სიტუაცია. დაიდება ბომბი აქ აუცილებლად, აზღვევს White-Walker-ი ბლეთფენს და ვნახოთ ეხლა რეალური შანსი არსებობს, მაგრამ აქ Crazy აკეთებს low HP-ან ბლეთფენზე მინუს და White-Walker-ი აკეთებს უკვე -1-1-ზე გვაქვს სიტუაცია, low-ზე არის. წუკი დარჩენილი -2 აქვს რაუნდში გაკეთებული და ვნახოთ ეხლა შემოგთავაზებს თუ არა, მაგრამ არა Crazy-ს დროული რეაქცია და მოხსნის აქ ბონზა მოიგებს რაუნდს. თუ არ ვწდები, ZZ3 მოგებული რაუნდი არის მილენიუმის მხარეს, რაც comeback-ის რეალურ შანსს ზრდის. პირველი მაპის არა, 2 მოგებული შემიშალა. XG პირველ მაპში და საინტერესო იქნება, რაც შემოგთავაზებთ უკვე მეორე მაპში, ვის პიკია დავაზუსტეთ და გეტყვით უკვე მეორე მაპის დაწყებისთანავე. რა თქმა უნდა. დაწყებამდე ზუსტად გავიგებთ ვისი პიკი იქნება და გეტყვით. ნუ პაუზა არის. პაუზი უკვე გრძელდება თამაში. 5 ტეკი თავის არმორებით, smoke და flash-ით. საინტერესო იქნება აქ ბლეთფენი ლიდერობს თავის, არა, წუკი ლიდერობს თავის გუნდს 22 კილით, შემდეგ მას მოყვება უკვე სორდა, მერე ბლეთფენი, ნაკი და მისტერ სპორტი იგივე ჰოგი. აქ ერთი სნაიპერი არის მილენიუმის მხარეს, რომელიც პლასტექსას უკავია. ვოლფი თამაშობს. პლასტექსა იჭერს გონი ბის თავის სნაიპერით. რატი თამაშობს კი, ეს არის. რატი თამაშობს ხა ეიზე? შეიძლება აქ მიიღოს თავის წინააღმდეგ 5 ტერორისტი, 5. შედი ალუკა ფლეშზე. ნახოთ, აი მოუწევს კიდევაც პირველი ზურჩი კილი, დაბლკილი შეძლო, მაგრამ არანაკ პარაცა და დაბლკილს გვთავაზობს რატი ბრავო კარგად ითამაშა და საოცარი გასროლა მისი მხრიდან low HP. low კი არა 2 HP მქონე რატი ბრავო საოცრად ითამაშა. ეხლა ტრიპკილი შემოგთავაზა და მოიგო რაუნდი. კარგი მომენტი იყო ნამდვილად სანახაობრივი და უფრო ახლოს მიიყვანა თავისი გუნდი გამარჯვებასთან. მაგრამ წინ კიდევ უამრავი რაუნდი აქვთ, მithumetes ერთი რაუნდის წაგების შემთხვევაშიც მილენიუმი უკვე maps დათმობს და შეცდომის უფლება არ აქვს. არანაირად, რა თქმა უნდა. აქ სნაიპერი უჭირავს უკვე ჰოგს, ნახოთ რა შემოგთავაზებს, დაიწვა ის ჩერჯოდ ბუსზე და ისე ვაიბუს და შეიძლება კავაის დაჭერას
ჩეკავს ნენელა უკვე. აქ რულფი კი არის ბუსტის ქვეშ კიდე. ჰოგამ გაჩეკავს ის და კი ჩეკავს. -1 რულფიზე უკვე ძალიან წყნარად გაკეთდა. და პიქსელს დაეჯახა მაგლა თუ არ ვწდები. ვიღარ ჩახტა. ელოდებიან უკვე ნენელა თამაშობენ ძალიან. ინფორმაციას იღებს სკვიკიდან ერთი კაცი. ეს არის წუკი, ნენელის თამაშობს უფრო ინფოზე. და ცდილობს გაიგოს როთეიტები იწყება თუ არა A-დან. აქ რატი არის უკვე Heaven-ზე ამძვრალი. საინტერესო განან ბიჭები არნაირად არ ცვლებიან პოზიციები. B-დან გადაიწერა ერთმა კაცმა, ხოლო რომელიც აკონტროლებს კონექტორის გამოსასვლელს. არავინ არ გამატორებს middle-ზე. B-ზე პლასტექსა ისე თავის სნაიპერით სავარაუდოდ. კი, ესეც არის. Flash-ი პლასტექსას ხარეს და ერთი კაცი შეიძლება პლასტექსას გატყუებას უკან და B-ს დაფეიკებას მცირედ. კი, დააფეიკა მან middle-დან კაცი გადაიწია B-ზე და აქ A-ზე გამოსვლა მზადდება უკვე. ჰოგა ჩეკავს უკვე აქ ჰოგამ კარგი shoulder pick-ი გააკეთა რა კავაი გასწრებაზე გამოიტყუა და მინუსით გააკეთა მაგ ის მიმართულებაში. წუკი გამოდის კარგად კარებიდან მინუს აკეთებს რატიზე და crazy-ს და პლასტექსას მოუწევთ ახლა რაუნდის რავი როგორ თქვა არა მაგ რაუნდის მაპის თამაშის მოგება მაგრამ არ გამოდის არავინ არ აძლევს. უკვე მინუტ მისდეს მოდიახეს მესამე მინუტ თამაში გაისროლა მაგრამ ფეში გაარტყა სამწუხაროდ სვორდას. GG 19 GG XG პირველი მაპი მოიგო. ცოტა ხანში დაგიბრუნდებით მეორე მაპზე.